დღეს სამთებერვალს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ექიმები ქალების დღეს აღნიშნავენ. ჩვენი სიუჟეტის გმირი 78 წლის მეან-გინეკოლოგი ზეინებ ლეკვეიშვილია, რომლისთვისაც ეს მხოლოდ პროფესია არ არის. მის ცხოვრებაში ბავშვებთან ურთიერთობას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. მის ხელებში სიცოცხლე იბადება, ახალი სიცოცხლე, რომელიც თავად აძლევს ძალას, რომ ყოველი ახალი დღე ისევ იმავე შემართებით და სიყვარულით დაიწყოს. გავიცნოთ ზეინებ ლეკვეიშვილი, ნუცა მათიაშვილის და ალექსანდრე წიფლაშვილის სიუჟეტიდან, აი სწორედ რომ ახლა. ველოდებით. ბავშვობიდანვე ჩემი ოცნება იყო, ადამიანი არ უნდა მომკვდარიყო. ამან განსაზღვრა ჩემი ექიმობა. და შეიძლება ითქვას, რომ ჩემო პროფესიამ გადამარჩინა მე დღეს, რომ ასეთი ვარ. 50 წელია, რაც მეან-გინეკოლოგიაში მუშაობ. ძალიან რთული პროფესია, მაგრამ ძალიან საყვარელი. ახალ სიცოცხლესთან მქონდა კავშირი. ამან გადაწყვიტა ჩემი მეან-გინეკოლოგად წასვლა. აბა როგორ ახარ? ცოტა შეგიკოლოდგებიებმა. ორივე ერთადაა დაკავშირებული ურთულესი შემთხვევები, რომელმაც შეიძლება ერთ საათში გაგანადგუროს და ამავე დროს ულამაზესი პროფესია, რომელიც სულ ახალ სიცოცხლის გაჩენასთან ერთად უდიდეს სიხარულს გააძლევს. ურთულესი მქონია შემთხვევა DVS სინდრომით, როდესაც სისხლის გაწყალება მიდის და ამ შემთხვევაში როგორ წესი ავადმყოფი იღუპება, მაგრამ მე და ჩემი განყოფილების გამგე 4-5 საათის განმავლობაში ვცვლიდით ერთმანეთს, რომ სისხლის ზენა შეგვეჩერებინა. ის პაციენტი ჩვენ გადაგვირჩა განყოფილებაში. ჩემთვის ბავშვებთან ურთიერთობა არის ყველაფერი. შეიძლება ითქვას, ისინი ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან. მე ჩემი ასაკის ხალხთან უფრო მიჭირს ურთიერთობა, ვიდრე ახალგაზრდებს. ასაკში რო შევედი, სულ ვფიქრობდი, რომ მეანობა გინეკოლოგია მაინც ცოტა ესეთი სხვანაირი სამსახურია და კიდე რა შეიძლებოდა მე მეკეთებინა და მივხვდი, რომ მე შემიძლია ასაკოვანი ხალხის რეაბილიტაციაში ჩემი წვლილი შევიტანო. ამისი ნათელი მაგალითია ჩემი ყოფილი ავადმყოფი ნელი სიომუშკინა. ოჯახური მძიმე სიტუაციის გამო ნაოპერაციები დარჩა ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე. დავინახე, რომ აუცილებლად ესაჭირებოდა მას როგორც გვერდში დგომა, ასევე ექიმური დახმარება და მე აღმოუჩინე. ცოტა უკეთესად ხო ხარ მაინც შედარებით? ამ ტკივდა ფეხი ძალიან გამიკეთეს ოპერაცია. მან შემხვდა ადრეს ვიცნობდი ზეინაბს. ნუ გეშინიაო მოგარჩენო და ჩემთან დაიძინა. იმავე ღამეს ჩემთან იწვა სახშიც იყო 2 თვე ჩემთან სულ ყველაფერს მიკეთებდა. ისე მივლიდა, რომ ასე არავინ არ მოვლიდა. რაც მე ღრმა რელიგიური ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება, ეს სირთულეები ჩემთვის უკვე აღარ არის. არ მიჭირს, ძალაც მომემატა, ენერგიაც მომემატა და ცხოვრების ხალისით ძალიან გამეზარდა. ჩემი ხობია დღის განმავლობაში პოეზია, წიგნების კითხვა, უცხო ენის სწავლა და მე მყავს რამდენიმე ხანში შესული მეგობარი, რომელთანაც დავდივარ, რომ გაულამაზო ყოფ. როგორ ახარ, ბები? კარგად, შენ როგორ ხარ? მე ძალიან კარგად. ჩემი ცხოვრების მთავარი საზრუნავია ჩემი ქალიშვილი, თავისი 3 შვილიშვილი. მინდა ძალიან ვიყო მაგალითი ახალგაზრდებისთვის. ბავშვებმა დაინახონ, უნდა უყვარდეს თავისი სამშობლო, სამეგობრო, მეზობლები და უნდა იყოს თანამედროვე. თანამედროვე მოითხოვს იცოდე კარგად ტექნიკა თანამედროვე და ამავე დროს უცხო ენები. შეძლების დაგვარად ამ ყველაფერს ვახერხებ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც კიდეც ვფიქრობდი, ხომ არ შემეშალა, ან უკვე დავიღალე ამ ყველაფრისგან. როდესაც დავშვიდებული ვარ, დავწყნარებული ვარ, არ უნდა ნერვიულობა, არაფერი, უნდა მიენდო უფალს და
დიდი შრომის მოყვარეობით ყველანაირი წინააღმდეგობის გადალახვა შეიძლება და აგერავარ ცოცხალი მაგალითი.